მოგესალმებით ციფრასა სტუმრებო. დღეს ჩვენ კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეები შევიკრიბეთ ერთ-ერთმა მიზერმა ჩვენი უძველესი, უმდიდრესი და ულამაზესი მათი ხავერდებისა და ღმერთების ენის დღე. Bienvenue chers invités. Aujourd'hui, nous, les élèves de l'école française du Caucase, nous sommes réunis pour célébrer la journée de notre langue maternelle. Une langue ancienne, riche et magnifique. Le 14 avril, la journée de la langue georgienne. მოგახსენებთ, რომ მსოფლიოში 3000-ზე მეტი ენაა. დიახ, მათგან კი დამწერლობა მხოლოდ 14. არქედან ერთ-ერთია ქართული ენა. 150-ზე მეტი ქვეყანა ხალხის წარმომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ამბანს. იუნესკომ ქართული ამბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მსოფლიოში არსებული 14 ამბანიდან პირველი ვართ, ვისაც ამბანის 3 ცოცხალი დამწერლობა გვაქვს. მგლოვანი, ნუსხური და მხედრული. ენა, რომელიც არის ჩვენი წინაპრების გმირობის და ვაჟკაცობის ენა. ამ ენას ვსწავლობთ დედის იავნანასთან ერთად. ეს არის ქართული სიტყვა ქარგული. და ვინ ჩაწვდა ამ ენის სიდიადესა და სიღრმეს? რა თქმა უნდა, ბრძენკაცი დიდი იაკობ გოგებაშვილი. სწორედ მან შექმნა ქართველთათვის დიდი განძის წაწითი დედაენა. Oui, mais seulement 14 d'entre eux, elle possède un alphabet. L'une d'elles est la langue géorgienne. Plus de 150 pays debout en applaudissant l'alphabet géorgien. L'UNESCO a inscrit l'alphabet géorgien sur la liste patrimoine mondial. Parmi les 14 alphabets existants dans le monde, nous sommes les premiers à posséder 3 formes vivantes de notre alphabet. Le mkolovani, le nuskhuri et le mkhedruli. Une langue qui essaie de nos ancêtres, du courage et de l'héroïsme. C'est la langue géorgienne, une langue précieuse et poétique. Mais qui a vraiment saisi la grandeur, la profondeur de cette langue? Bien sûr, un homme sage, le grand Jacob Gogebashvili. C'est lui qui a créé pour le géorgien un trésor inestimable, le livre des livres d'Edaïma. გასაუდებელი განცდებს დედაენაში. ამ პატარა წიგნში, მაგრამ გასაოცარი ეს არ არის. გასაოცარი ის გახლავთ, რომ საგანძურ სოფიაში უმარტივესი. ყველასთვის ხელით მისადგომი. სულ 2 ხმოვისაგან შემდგარი. და ჩამოსხმული ულამაზესი ოქროს გასაღები ატევს. ია. Un trésor inestimable caché dans Dedaena. Dans ce petit livre. Ce qui est vraiment étonnant, ce n'est pas cela. Ce qui est vraiment surprenant, c'est que ce trésor s'ouvre avec le mot le plus simplement accessible à tout. აი, ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყოველი ქართველისა, რომელიც პირველად გადაშლის წიგნს, რათა მადლიან კბილ ქართულ ენას ეზიაროს, ულამაზეს დახვეწილ ქართული ამბანი გაიცნოს. ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი მთარცაგონება და სიყვარული. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდებით მშვენიერია იგი და ახლა დამასული მზის ცხოვრებისმყოფელი სხივებით მსაამო. Aïe, c'est le tout premier mot de chaque géorgien qui ouvre un livre pour la première fois afin de familiariser avec le douce et précieuse langue géorgienne et de découvrir son magnifique et raffiné alphabet. La langue géorgienne est profonde, infinie, sage, humble et insaisissable, tout comme le français et l'amour. Elle renferme toute la Géorgie en elle. Elle est belle comme une rose épanouie au printemps et douce comme le rayon vivifiant du soleil naissant. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას. ანბანით მოთხრობილი საქართველო. Maintenant, nous vous présentons la présentation que nous allons préparer. La Géorgie racontée par l'alphabet. ალაზანი ძალიან გრძელი მდინარეა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც გადის აზერბაიჯანშიც და მისი სიგრძე 390 კილომეტრია. ბოჯოსონი მუხამედის სახელობის სტადიონზე გამართული რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონარქმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და დაამარცხა. საქართველომ რაგბის ევროპის ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. გოზინაყი ქართულ გასტრონომიულ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნუგბარია და ეს არა მარტო საახალწლო და აუცილებელი, არამედ სასარგებლოდაც მშვენიერია. ამ საახალწლოს პირველის მოსამზადებლად წვრილ დაჭრილ ნიგოს თაფში და შერეულმასავს ხალავთ. დედაენა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი დედაენა არის ქართული ასოებით შეჭრილი წიგნი, რომელიც საშუალებითაც პატარა ქართველი პირველკლასელები ისწავლობენ წერა-კითხვას. ენა მამული სარწმუნოება. ეს სიტყვები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. წერალი გულწნის და მოგვითხრობს იმაზე, რამდენად მთავარი ადამიანისთვის მამული, ანუ სამშობლოს სიყვარული და როგორ უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ჩვენი ქართული ენა და სარწმუნოება.
პეტრე ყავსანი. მე-12 საუკუნის ქართველი პოეტი შოთა რუსთაველის პოემაა. იგი შედგება დასაწყისის, პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და დასასრულის ეპილოგისაგან. დღესდღეობით ვეფხვის ყაზნის 150-ზე მეტი ხელნაწერი არსებობს, ზოგი სრული და ზოგიც ნამდვილი. ისინი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მათი გადაწერის დრო ძირითადად მე-17 და მე-18 საუკუნეებია. ყველაზე ძველი ტექსტი ვანის ქვაბთა მონასტერში ვარძიის პირდაპირ კედელზე დაწერილი 2 სტროფია, მე-15 და მე-16 საუკუნეების. ვეფხვის ყავსანი ბეჭდურად პირველად 1712 წელს ვახტანგ მე-6-ემ გამოსცა თბილისში. ცნობილია, რომ შოთა რუსთაველმა პოემა ვეფხვის ყავსანი თამარ მეფეს უძღვნა. ამ მოსაზრებას თავად პოემაც ამყარებს. ფიქრობენ, რომ თამარის კარზე შოთა მეჭურჭლებს თუ უწესი ყოფილა. ზედამზია 1999-2000 წლებში საქართველოში ქალაქ მანიში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის და ქალის ზედამზიას თავის ქალები. მეცნიერთა აზრით წინ დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომაც ზედამზიას უწოდეს მანისის პირველი ევროპელები. თამადა ძველი ქართული ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩენილია. თამადა არის კაცი, რომელიც სუფრაზე მღერის და მაგიდას ლოცავს, სადღემდელოთით და ხანძრით. ილია თოფური არის პირველი სპინულის ჩემპიონი და მას არასოდეს სწავლია ბრძოლა. კვარაცხელია, ხუჩა კვარაცხელია არის ქართული გამართელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე და საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის მარცხენა შემტევი. ნაზისყრელი არის გაზიანი წყალი და ნატურალური სიროფის ნავების. სულ შეიცავს 6 გემოს: ციტრუსის, ვანილის, შოკოლადის, მსხლის, ყურძნის და დარხომის. ნაზისყრელი 1900 წლებიდან გვაქვს. მერაბორიშვილი არის შერეული საბრძოლო ხელოვნური მოწყობილი. მერაბი ჩხუბობს ჩემპიონატში ჩატე წონაში. ის დღემდე ჩემპიონია. ნიკო ფიროსმანი, ქართველი თვითნახტავი მხატვარი, რომელსაც მიბაძებდა მე-19 საუკუნეებში. დაიბადა 1862 წლის 5 მაისს, მის დანში და გარდაიცვალა 1918 წლის 9 აპრილს. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვარი. ოსური განსაკუთრებული ენერგიით, სიჩქარეთა და სიძლიერით გამორჩეული ცეკვაა. იგი წარმოადგენს მებრძოლთა სულისკვეთებას და იმ ღირსებას, რომელიც ოსთა ტრადიციულ ზღვარბასა და მენტალიტეტშია ჩადებული. ოსური ცნობილია თავისი ენერგიული და მკვეთრი ნაბიჯებით, მოძრაობებით. ეს ცეკვა არის ქართული კულტურის მრავალფეროვანი და ისტორიული ნაწილი. პასკა არის სამკურნალო ტიპის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილი, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. პასკას ესეთი ფორმა აქვს, რადგან ის გავს გოლგოთას მთას. ბიბლიაში გოლგოთას მთა ქრისტეს ჯვარცმის ადგილად მოიხსენიება. ჟირაბიჟანტე ანიმაციური პერსონაჟია, რომელიც მღერის მხიარული და შემეცნების სიმღერით. ჯერჯერობით ის ბავშვი დადის და ბავშვებთან ერთად სწავლობს იმ პროგრამით, რაც კოლონდელი ასაკისთვის არის განკუთვნილი. ფერების ნომა, ფენები და ცხოველები, ატომი, რათმა გეომეტრიული ფიგურები დარჩა. რეველი ყურის მასობრივი კრება. დასასწავლი საქართველოში ხშირად მუსიკისა და სხვადასხვა ღონისძიებების თანხლებით მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში თველი იწყება სექტემბრის პირველ რიცხვებიდან, დასავლეთ საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში. სუხიშვილები ქართული ეროვნული ბალეტის საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი როგორც სუხიშვილების ქორეოგრაფიული ანსამბლი. დაარსდა 1955 წელს ილიკო სუხიშვილის და ნინო რომიშვილის ხელმძღვანელობით. ტიფლისი. საქართველოს დედაქალაქს თბილისს თავდაპირველად ტიფლისი ეწოდებოდა. ტიფლისი ძველ ქართულში თბილს ნიშნავს. საქართველოს დედაქალაქის ქალაქის ტიფლისი გოგირდის წყლების აღმოჩენის კაპიტალი. თბილისი მსოფლიოს უძველეს ქალაქად არის ცნობილი. მეოთხე საუკუნის რომაელი გეოგრაფის კასტორიის მიერ შედგება მსოფლიოს საზღვრები და ინტერესებდა ქალაქებს შორის ამის სიახლოვეს აღნიშნული საზღვარი ფილმები, რაც ფილმას დამახინჯებული იქნება. ეს მოკიდებარეობიდან და სახელწოდებიდან სწორედ თბილისი ტიფლის უნდა იყოს. ამ მოკიდებარეობა იყო მოგზაურებისა და ვაჭრებისათვის გზათა მიმართულების ჩვენება. გეზის მიწა. სახელწოდება თბილისი პირველად ქართლის ცხოვრებაში ქართლის პირველი მეფის გადაღების შესახებ თავისად ხდება. თველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში. თბილისიდან გავრცელდა ქალაქის
სახელწოდება სხვა ენებშიც. ბერძნები მას ტიფლის უწოდებენ, არაბულ სპარსულ-თურქულ წარმოებებში ხდება ტიფლი. სომხურ წარმოებაში მე-7 საუკუნის დამდეგიდან იხსენიება ტფხიკად, მოგვიანებით ტიფლივად. რუსები კი ტიფლის ეძახდნენ. ფორმა თბილისი პირველად მოიხსენიება მე-11 საუკუნის პოემაში შაჰნავაზიანი. 7 დღეს თბილის შემოვიდა ისპანით წარმოსული. მე-5 საუკუნისთვის საქართველოში ქალაქებს შორის პირველობდა მცხეთა. ის ქართლის მეფეთა სატახტო ქალაქი იყო და საამისოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობითაც ჰქონდა. მცხეთაზე გადიოდა საოცარ სატრანზიტო გზა. აქ იყო საეკლესიო ცენტრიც, მაგრამ ძველი სატახტო ქალაქი ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს. მცხეთაი ათხედებოდა და თბილისი ეშენებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაი განდიდრებოდა. საბოლოოდ მცხეთა მეტოქეობას ვერ დაუძლო და დედაქალაქი გახდა თბილისი. თბილისის დაარსებას არაერთი ლეგენდა მე-5 საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფეს ვახტანგ პირველ-გორგასალს მიაწერს. ვახტანგ მეფე აშენებდა ქალაქს თბილისისა და საფუძველი ოდენ დაიდვა, მაგრამ მას არ დასწავდა. 502 წელს სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მეფეს სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი დაწყებული საქმე მამის ანდერძისამებრ მეფე დაჩინ დაასრულა. მან ქალაქის შემოზღუდვა გააგრძელა და სამეფო ტახტი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა და განასრულა ზუგდენი თბილისისანი და ვითარ ებრძანა ვახტანგს. იგი შექმნა სახლა სამეუფოდ. ისტორიკოსი ჯუანშელი. ურემი ქართული ხალხური ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომელზეც ანდაზაც არსებობს. ურემი როცა გადაბრუნდება, გზა მაშინ განმოჩნდება. ფანდური ქართული ხალხური სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტია, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში. ფანდურ სამი სიმი აქვს. ქვემრი არის ყავოსული ძირის კონვენციის პუნქტი, რომელშიც ქართველები ღვინოს აყენებენ და ინახავენ. ღვინო. ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 800 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს აღწევს. ღვინისა და არყის ასმევი ბრუჯელი რქიანი ცხოველის მრქას აიღებენ, გამოხაშავენ, გაასუფთავებენ და გათლიან. შემდეგ მას მურთავენ ან გაალამაზებენ. პანც ასმისად იყენებენ ქორწილებსა და ნათლობად დღესასწაულებში და პანცი განსაკუთრებით პოპულარულია აღმოსავლეთ საქართველოში. შეშოთა რუსთაველი მე-11 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მონაზონია. თამარ მეფის დროის მიჭურჭლე დუღუცესი, ანუ ღვინასთან მინისტრი, რომელსაც დაგვიწერა უხდელ მეფის ტყავსანი. შოთა რუსთაველი თამარის კარზე მეჭურჭლე დუღუცესი იყო. სიცოცხლის ბოლოს ის იერუსალიმში წასულა და ქართველთა ჯვრის მონასტრის სვეტი აღუდგენია. ამ სვეტზე შოთას პორტრეტია გამოსახული. პირველი ცნობა ამ პორტრეტის შესახებ ცნობილ ქართველ მოგზაურს ტიმოთე გაბაშვილს ეკუთვნის. 1903 წელს საქართველოდან იერუსალიმში მიავლინეს სამეცნიერო და ექსპედიცია. აკაკი შანიძის, გიორგი წერეთლისა და პოეტ ირაკლი აბაშიძის შემადგენლობით გაიწმინდა კედელი, აღდგა სურათი და დაზუსტა წარწერა. ჩოხა ქართულ ტრადიციული სამოსი. ჩოხწონებულს მამაკაცის ქალის მოსაცმელს. ჩიას საჩოხა შარის ქსოვალსაც. მეგროლა ჩოხა სერბო ღართი. ამ მოსახარით ასამბლეა. ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის საოცარი ზღვის დროიდან აკრებს ხუთას მერვისად. ის მდებარეობს თბილისის თავზე იმერეთის ხანაში. ძალაერი თողაში საქართველოს დივიზია, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბერძნებია გამოსახული. წრუნდა მე-20 საუკუნის ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ამიყვართ ბავშვებს. სიუჟეტი ასეთია. სრუწუნას უყვარდება წუნა, მაგრამ წუნას იწევს ბატონი. სრუწუნა და მის მეგობრებთან ერთად აწყობს აჯანყებას და აგდეს ბატონს და ამის შემდეგ კი ანთავისუფლებს წუნას. ჭაჭა მოკავრის სასმელობას მიიღება ჭაჭის ალკოჰოლი დოგელის შემდეგ. ეჯადი არ გამონაკლეს შემდეგ სამჯერადი გამოხდით. ჭაჭა ხშირად მოიხსნება როგორც ყურძნის არაყი. ტრადიციულად აწარმოებს საქართველოს მრავალ რეგიონში.
ხერხი ჯობია გონეს თუ კაცი მოიგონებსა, აი ეს ქართული ანდაზა, რომელიც ნიშნავს ჭკუა ბევრ შრომას ჭობს. ჯეირანი ქართული ცეკვა, რომლის ერთ-ერთი წმინდანი შემსრულებელი ცნობილი ქართველი მოცეკვაა, სუფშვრების დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამაშვილი იყო. ის აგებულია კლასიკური ბალეტის რითებსა, ნადირობის რიტუალის, სამსახური დინამიური სცენების სინთეზზე. ჰიმნი საქართველოს მითი თავისუფლება გამოყენებულია 2004 წლის 24 მაისიდან და დაწერილია დავით მაღაზისგან. კი ჰიმნად დამუშავა იოსებ ჭეჭამაძესგან. ეს მუსიკა კი ეკუთვნის ზაქარია ფარიაშვილს. ჰიმნები გამოყენებულია აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და გალაქტიონ დაბიცის ნაწყვეტები. ქართული ენა ჩვენი უდიდესი საუნჯეა. იგი უძველესი და უდიდესია, რაღაც განსაკუთრებული მადნით მოსილი. დედა ენა არის ძვირფასი სალარო, დაუსრულებელი სამყარო, რომელშიც დაუსულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა, ნაფიქრის, ნაცნობისა, მდგომარეობისა, რომლის შესწავლა აკავშირებს მთელი ერის სულთან და კულთან. მის ხანგრძლივ ისტორიას ცხოვრებასთან და ავსებს მასული სულიერი ღონეთა და ხმეობით. წერდა იაკობ გოგებაშვილი თავის თხზულებაში. Alors Georgienne est notre plus grand trésor. Elle est ancienne et d'une douceur infinie, imprégnée d'une grâce particulière. Edaena est un coffre précieux, un univers sans fin, où est préservée toute la richesse de l'esprit, de l'imagination et du corps du peuple, ses pensées, ses émotions et ses actions. L'apprentissage de cette langue relie l'enfant à l'âme et au cœur de toute une nation à son histoire longue et profonde, et le remplit de force spirituelle et de courage. C'est ainsi qu'écriva Jacob Gogebashvili dans son œuvre. ენაო ქართულო, დაინოცო სილაღე შენი, ცურტაბელის და რუსთაველის ხარ შესაჩვენი. მერე ბრძენ კაცი იაკობი დაგიდგა ბუჯად, გიძღვნა წიგნი და რწმენის კვერთხი იხმარა ფუნჯად. ო ენაო ჩემო დედაო ენაო, შენ ჩემო ნიჭო, სრბოლავ და ფრენაო, შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა, შენ ერთს შენ ვერ გთმო სამარის პირთა. ქარი კიმღერის ნანასა, ზღაპარს გიაღობს ჭადარი, ძეწნამავე ვსითავავსო, ეჭვებით გააბადარი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სადარი, ცავარს ყვავებით იმდება, ცა არც არის ისადარი, ხარე რომ ამოწინდება, გული გაფრინავი ჭადარი, დიდება შენი დიდება, სხვა საქართველო სადარი, მინდვრები ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშხლები, თაში ტყედანებინდები, ტყეში ხორბოდა იმები, ბარეთში რიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები, მხარე მოსილობიდებით სხვა საქართველო სადარი, ლორჯი ბალახი მხარანი, წყერი გოგმანოს ბალახში, თეთრ მზედა ბადახში, სხვა საქართველოს ბადახში, სხვა საქართველო ვინახა, სხვა საქართველო სადარი. დროს ვარს ყლავი ხმაურით, აინთებიან სათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური, მეშვიდეცაზე ატანილს. გზაებში ჯიბრი დაფრთხება, გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერაული, სხვა საქართველო სადარი, აქ დაიბადა სულიყო, ზისკენ გაფრინდა მერანი, და თუნდაც გადმოსულიყო, მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრი დაალუდა, სით გაუშვებდა ლელაი, აქ დაიბადა სულიყო, ზისკენ გაფრინდა მერანი, თათორბის ფრთები მოისხეს, ცაშია სულაძერაი, დაბლს შეალებს მოლისებ, ანაი გაუყელავი, ფიქრს დაუღლია ონისებ, ბახტრინოს მედის ლელაი, თათორბის ფრთები მოისხეს, ცაშია სულაძერაი, ქარი გიმღერის ნანასას, ხაპარს კი ამბობს ჭადარი, ძეწნა მალერს თამოსო, ეჭვებით ნავადარი, საქართველო ლამაზო, სხვა საქართველო სადარი. Merci beaucoup pour votre venue et votre écoute. Nous espérons que vous avez aimé notre présentation.
დიახ, როგორც ნახეთ, მე-7 კლასის მოსწავლეებმა შემოგთავაზეს ანბანის რიგზე დალაგებული სხვადასხვა საქართველოს უახლოესი წარსულიდან ან შორეული წარსულიდან გარკვეული მოვლენები. ეს არის საცდელი ვარიანტი ჩვენი პრეზენტაციისა, რომელიც მომავალ წელს კიდევ განახლდება და აუცილებლად იქნება განახლებად რეჟიმში.